ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. როგორ ხარ, ირაკლი? კარგად ვარ, შენ? არა ჩვეულებრივად და ახლა გავხდები კიდევ უფრო კარგად, იმიტომ რომ მონიტორზე დავინახე ავტორ ბოლა. ხო მართალი ვარ? კი. იცი როგორ მიყვარს და გავასწრო მანქანებს ავიდა. აუ რა მაგარია. ხო ჩვენი აბა რა ხდება ამ თამაშში? ესე იგი, გვაქვს ესეთი ფონური მუსიკა, ფონური მუსიკა როგორ? აქ უნდა ავიცილოთ მანქანები. ფონური მუსიკა გვაქვს თუ და ავიცილოთ მანქანები, კარგად გითხარით. უნდა ავიცილოთ მანქანები, უბრალოდ მანქანას აქვს თავისი ხმები. თავისი ხმები, ხო, ცოტა შემაშინებელი ხმები. უნდა აცილოთ, თორე და გამტრევს, ხო მართალია? კი. ვაიმე, რა მაგარია და ეს უნდა ასწავლო ბავშვებს? კიდე თუ ჯერ დავიჯახები? ვაიმე, არ გვინდა ირაკლი ეგეთი რაღაცები, იარებთ ხილად. უკვე დავიჯახე. ვაიმე, რა ცუდია. აუ, ირაკლი, იცი როგორ მინდა ეს თამაში რო გვაჩვენო, როგორ გააკეთე და კიდევ რა მაინტერესებს, ერთი გაკვეთილი, ერთი გადაცემა. ეყოფა? კი. რა მაგარია, დავიწყოთ. დავიწყოთ. ბავშვებო, ამ თამაშისთვის ჩვენ დაგვჭირდება რომ გადმოვიწეროთ მასალა. მასალა ხო, იმიტომ რომ სკრეც არ აქვს, ხო ირაკლი ეს რასაც ვიყენებთ. აი და ხედ ბავშვებო, ვიდეოს დაბლა არის ღილაკი მასალა და გადმოიწერთ, ხოლოდ არქივირებული იქნება და უნდა გავხსნათ ეს თვითონ ეს მასალა. მე კი. და ეხლა ამა გამოცანი მეკონა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთოთ? ავი მე უკვე მოვიწყინე ეს საცოდავი კატა უნდა წავშალოთ. კი. ვაი. ანდა არა. რა კარგია. კარგი მართლა უნდა წავშალო. იხუმრე ირაკლი, კარგი რა. ისე თუ დაკვირებული ხარ კატის წაშლისას, მე ვაის ვამბობ ხოლმე. კი. აი დავიწყეთ. კარგი და მოდით გადმოვიწეროთ ახლა ჩვენი პირველი მანქანა. პირველი მანქანა. მას. და მოდით ახლა ასევე დავუწეროთ ზომები და შემოვატრიალოთ. ზომაში აქ დავუწეროთ დააყენე ზომა თქვათ, არ ვიცი 35. სათოტაბა. 35%-მდე დაიყვანე, ხო ირაკლი? კი, ანდა ეს ცოტა ძალიან პატარაა, მოდით 45 სათოთ. 45, ხო. მაინც პატარა მგონია. 50. 50. მე ესე იყოს. იყოს. და ახლა მოდით ასევე შემოვატრიალოთ მოძრაობიდან. მიუთითი აქა 0 გრადუსით მიმართულები და ესე. აჰა. და რა თქმა უნდა, როდესაც აჯერ მწვანე დროშას. ახლა რა თქმა უნდა საჭიროა. მოდით ახლა ასევე ფონი დავხატოთ ჩვენი. ჩვენ უნდა დავხატოთ ირაკლი? კი. ვა. ესე იგი, დავხატოთ უნდა ესე დიდი მწვანე კვადრატი. კვადრატი ესეთი. აი ესე ვთქვათ. ეხლა მოდით ასევე კიდევ გავაკეთოთ ნაცრისფერი ესეთი მართკუთხედი, რომელიც იქნება ჩვენი გზა. აჰა, ამ გზაზე უნდა იაროს, ხო, მანქანა? კი. აჰა. კვადრატი ესეთი. დავაპატრაოთ. აი აქ ჩავსვათ. ეხლა დავაკოპიროთ. გადმოვიტანო და იაკეთ. აქ უკვე მეორე მანქანა განთავსდება, ხო ირაკლი? კი. ანდა ორივე გზაზე უნდა იარონ. წესით. ხან ერთზე, ხან მეორეს, ხო, თამაში ასეა, კი. კარგით. ეხლა ასევე მოდით დავხატოთ თეთრი ზოლები. ეს იყოს ერთი. დავაკოპიროთ. კიდევ დავაკოპიროთ. კიდე ერთხელაც მოგიწევს მე მგონი. არა შეიძლება არ. ახო, მეგონი საკმარისია. ანდა მოდით მაინც დავაკოპიროთ. მართალი ყოფი ვარ. კი. აი ასე კარგია. ცოტა დაბლა ჩამოწე ირაკლი ბოლო ხაზე. კარგი. აი ასე კარგია. აი ეს.
ეხლა ამას იგივეს გავაკეთებთ მეორე გზაზე. ოღონდ ახლა მოდით ეს ყველა ზოლი დავაკოპიროთ. მაგისთვის დავაჭიროთ ასევე კონტროლს. არა ვიღოთ თითი. არა ვიღოთ თითი. უბრალოდ shift ბოდიში. Shift-ი. არა ვიღოთ თითი და დავაჭიროთ ამ ჩვენ ზოლებს. მაუსით ხო მოვნიშნო. კი. შემდეგ კოპირება და ჩასმა. და ყველა დაკოპირდა ირაკლი რა მაგარია. კი. ну ცოტა ისე კომო ჩამოვიტანოთ. გონია ესე კაია. კარგია ნამდვილად. მოდით ახლა ეს დავაკოპიროთ. თვითონ ეს კოსტიუმი ფონის. და უბრალოდ მოვნიშნოთ ყველა ეს ზოლი ისევ, იგივენაირად. და ჩამოვწიოთ ქვემოთ. კაдай ეს. რო არ ემთხვეულდეს ერთმანეთს ხო ირაკლი? არა. აი აქაც იგივე. ვიცი, მე რა მაინტერესებს, ორივეს ერთნაირად უნდა კონდეს ზოლი თუ განსხვავებულად? არა, ერთნაირად. განსხვავებულად უფრო კარგად გამოჩნდებოდა იცი სიარულის დროს მე მგონი. ჩემი აზრით არა. მოდით ეს გავაკეთოთ ახლა. აი შენ როგორ ციტყვი ირაკლი? და ახლა ამ ჩვენს ფონს დავწეროთ პატარა კოდი მართვიდან. უწერ მოვლენებიდან. როდესაც აჩვენწვარი დროშას მუდმივად იცადე აქა დავწეროთ ახლა 0.3 წამი. მომდევნო ფონი. აი, გონი ესე ანიმაცია გამოგევიდა. ორი კადრისგან თან. მოდით ახლა ეს ჩვენი ავტომობილი ცოტა ქვემოთ ჩამოვწიოთ და დავწეროთ ეს პარამეტრები. გადადი x 100-ში და y -51-ში. კარგით. და ახლა მუდმივად მივცეთ ბლოკი. და შემდეგ თუ და მაშინ. თუ და მაშინ. ახლა თუ ღილაკი ვთქვათ ისანი მარცხნივ დაჭერილია, მაშინ მოძრაობიდან ახლა გადადი x -107-ში და y აქა -151-ში უნდა დავწეროთ. დავაკოპიროთ და აქა მივცეთ. თუ ის არის მარჯვნივ დაჭერილია, მაშინ გადადი x 100-ში და ეს აგამოვცვალოთ. კარგით ნახოთ რა გამოგევიდა. ჩვენი მანქანა შეგვიძლია ისრებით აქეთ და იქით გადმოვიყვანოთ. ეხლა მოდით შევქმნათ ჩვენი მანქანა. მოწინააღმდეგე ასე ვთქვათ. რომელსაც უნდა ავარიდოთ რომ არ დაგვეჭახოს. კი. ზომები მივცეთ იგივე რაც პირველ მანქანას. 50%. კი. ოღონდ ახლა მიმართულება მივცეთ 0 კი არა, 180. რომ ქვემოთ იყურებოდეს სხვერით. ესე გამოიყურება. ირაკლი, აი ეს ჩვენი მანქანა ცოტა დაბლა ხوار ჩამოვწიოთ კიდე, რომ კონდეს უფრო მეტი ადგილი, რომ ავაცილოთ რა, რომ არ დავეჭახოთ. კარგი. აი ასე. ვთქვათ, აქა იქნება მაშინ 100 -100, 100 -100. 100 -100. აი ესე, და აქაც 100 -100. ესე ხო? კი. კარგით. ახლა ამ მანქანას დავუწეროთ კოდი. უმრავლოდ ეს ბლოკი გადმოვიტანოთ პარამეტრების. აი ესე. და ეს მეორეც. და ახლა ეს შევაერთოთ და დავუბრუნოთ. აქ გვაქვს უკვე ორი გამზადებული ბლოკი. სხვა გადმოვიდანე აქ შენხოვით. ეს. ეს. და აქ უკვე გვაქვს ორი ცალი გამზადებული პარამეტრი. უბრალოდ მოდით მანქანა აქ ავიტანოთ y 100 ვთქვათ და უწეროთ. ხო, იქეთ რო გაიწიოს. კი. ან საერთოდ 150. ხო, ჯობია. რაც შეიძლება შორს იყოს ჩვენი კარგი მანქანისგან. მე კი. არ დაგვეჯახოს. აი 400-ის მეტია. 300. 200. ეს. კარგი. კარგით. და აქაც იგივე დავუწეროთ y 200. y 200. ეხლა როდესაც აჭერმწვანე დროშას მივთითე 180 გრადუსით მიმართულებით. და გადადი, ვთქვათ, x 100 და y 200, აი აქ რაც მივთითეთ. და დაიმალე. ეხლა
გაიმეორე სანამ და აქ ახლა ავუჩიოთ. ეხება მანქანა 1-ს. სანამ არ შეეხება ჩვენს მანქანა 1-ს, რომ გააგრძელოს სიარული. ეხლა მოდით შევქმნათ სულადი. ვთქვათ გზა. დავარქვათ. და მიანიჭე გზას. შემთხვევითი 1-დან 2-მდე. ანუ ეს იმისთვის არის, რომ ეხლა ვაკეთებ. ნახეთ, ეხლა აი ამას თუ გამოვიყენებ. თუ დავაჭერ აი აქ მიანიჭე გზას 1-ის შემთხვევით 1-დან 2-მდე. შეიძლება 1 აჩვენოს. შეიძლება 2. მივხვდი, ანუ ეს იგულისხმება პირველი და მეორე გზა, ხო? ხან პირველი გზა, ხო. ხან მეორე გზა. კი. გასაგებია. და შევარჩულ აი აქ. შემდეგ თუ და მაშინ და სხვა შემთხვევაში ეს ბლოკი. თუ მაგალითად ჩვენი გზა უდრის 1-ს, ანუ ამოგვიგდო ეს ციფრი პირველი. მაშინ დაიმალე. და ეხლა მოდით გადმოვიტანოთ აქედან აი ეს ბლოკი. დავაკოპიროთ და გადავიტანოთ აი აქ. 1 Y უნდა შევუცვალოთ და მივცეთ 200. და დავიქსო. შემდეგ იცადე 0.2 წამი. რაღაც რო არ მქონდეს ჩვენს მანქანას რომ მოიაზროს. საიდან შეიძლება წამოვიდეს? მოასწროს, ხო? ნუ ხო რეაგირება. აჰა, გასაგებია. და მოდით ახლა ხმა გადმოვიტანოთ აქა ეფექტის. ესე თქვია მაგას, აი ესე იწერება car, ანუ SADR. აი ეს. მაის ხო. შევერთე ხმა car room და შემდეგ გამოჩნდი. შემდეგ ის რეალე 1 წამი Y-ში დავწეროთ -100. და ასევე ის რეალე შემთხვევითი 1-დან უბრალოდ ხო 1-დან 1.5 წამამდე. ანუ იმისთვის შეიძლება ჩვენი მანქანა ნელა წამოვიდეს და შეიძლება ცოტა უფრო სწრაფად. აუ, შეიძლება აუჩქაროს ცოტა. კი. ეხლა ეს პატარა კოდი აი აქ არის დავაკოპიროთ. და ასევე ესეც. ესეც არის დავაკოპიროთ. ან შევსვათ აქ. მე ეხლა ეს აქ. მე ეხლა აქ უნდა მივუთითოთ ამის მაგივრად. გადადი X 100-ში და Y 200-ში. შემდეგ იცადე 2 წამი ჩართ ეს car room. და ეს რეალე X-ი 100 და Y-ი -100. და კიდევ აი აქ ჩავსვათ X-ი -107. აი ეს. აჰა. მოდი ნახოთ რა გამოგივიდა. კიდე მეტი მაინტერესებს ირაკლი. ჩვენი მანქანა აქედან და იქიდან მოდის. მაგრამ გონი რაღაც ქრება ძალიან მალე. თითქოს კი. მე რაღაც მოდი ცოტა გავუდიდოთ აქა X-ი. -100 კი არა. Y-ი მინუს თქვათ 150. მოდი კიდევ ცოტა გავუდიდოთ. -200. ეგ ძალიან ბევრია. არა. აქედან და იქიდან მოდის და ახლა ჩვენს მანქანას თუ შეეჯახება, უბრალოდ გაჩერდება. აჰა. უბრალოდ ეს სვლადი გზა მოდით დავმალოთ. დამალე სვლადი გზა. და ასე დავუმატოთ კიდევ ერთი სვლადი, ქულები. აი ეს. მე შემდეგ დავაკოპიროთ აი აქ ესეთი ბლოკი. აი აქ ჩავსვათ და აი აქ. დავუკაპუნოთ ამას ორჯერ. ეს რისთვის გააკეთე ირაკლი? ჩვენ ქულები რომ დაგვეწეროს, სამჯერ ავიცილეთ მანქანა. მაშინ ნახე და აი აქ იწერება. აი გაჩერდა. გაჩერდა იმ რიცხვზე მერე. კი, მომ შევეჯახეთ. გავიგე. მოდით ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მანქანას პირველს
და გავაგრძელოთ მისი კოდინგი. როდესაც აჭერ მწვანე დროშას მუდმივად თუ და მაშინ თუ ეხება მანქანა ორს მაშინ გადაეცი შეტყობინება შენ წააგე შენ წააგე არ მიყვარს ეს შეტყობინება და შემდეგ მართვიდან გააჩერე სპრაიტის სხვა სკრიპტები ეხლა ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი წარწერა თვითონ შენ წააგესი აქეთ მოდი დავხატოთ ესეთი დიდი მწვანე მართკუთხედი ესეთი ვთქვათ და დავაწეროთ დიდი ასოებით შენ წააგე ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და ამ დროს ამ მწვანე ფერზე შენ წააგე როგორ არ მიყვარს რა ესე ცოტა გავადიდოთ როცა და იქ ისე დაიგროვე მინუცი და 0 და 0 0 და 0 დავაკოპიროთ ის კოსტიუმი და დავაპატარავოთ თვითონ წარწერა რომ გამოვიდეს როგორც პატარა ანიმაცია ეს აქ გაჯდება და პატარავდება გავიქე ეკი და შემდეგ როდესაც აჯერ მწვანე დროშას გადადი წინა შრეზე და დაიმალე შემდეგ მუდმივად იცადე 0.3 წამი შემდეგი კოსტიუმი უბრალოდ მომდევნო შემდეგ როდესაც ვიღებ შეტყობინებას შენ წააგეს გამოჩნდი შემდეგ გამორთი ყველა ხმა და მოდით ახლა გადმოვიწეროთ კიდევ ხმა იმ დაჯახების შეჯახების კი შეჯახების ეს უნდა გადმოვიწეროთ ნუ ესე დავარქვი მე დასასრული ვაი აბა დასასრული რო შეგეჯახებ აბა რა იქნება ნუ და ესეთი ხმა გვაქვს ვაი მე ამიტომაც ჯობი არ წავაგოთ გონი მაგრამ ხო ყველაფერი ხდება კი და დაუკარი ხმა დასასრული დასრულებამდე ესე დაუკარი ხმა დასასრული დასრულებამდე დასასრულამდე რა კაია ო და შემდეგ გააჩერე ეს სკრიპტი ასევე კიდევ ერთი სპრაიტი უნდა დავხატოთ უკვე შავი ესეთი მართკუთხედი უბრალო და მოდით ახლა მას კოდი დავუწეროთ როდესაც აჭერ მწვანე დროშას დააყენე ფერი ეფექტი 0 და აქ მივუთითოთ მოჩვენება ეფექტი და შემდეგ გადადი წინა შრეზე და ასევე დაიმალე როდესაც ვიღებ შეტყობინებას შენ წააგეს შემდეგ გამოჩნდი ასევე იცადე 2 წამი და მოდით კიდევ ხმა გადმოვუწეროთ მაგას აურჩიოთ აქამ აი თქვათ ეს ეს წაგებისაა ირაკლი ნუ კი ოი კარგი იყოს ან რა ვიცი თუ კიდე წაგებაზე ჩავთავდა რამე კარგ ხმას ისეთ არ მინდა კარგი ხმა ისედაც ხასიათ გამბუშდა იყოს ეს ხმა კარგი ბეკო ეს სულ ისეთი ჩარ არის მაგრამ კარგი ნუ რაც არის და შემდეგ ჩარტი ხმა cave შემდეგ გაიმეორე აქა მივუთითოთ 100 ჯერ შეცვალე ფერი ეფექტი 25-ით და აქ მივუთითოთ მოჩვენება ეფექტი 1-ით ასევე შემდეგ როდესაც ვიღებ შეტყობინებას შენ წააგეს იცადე 5.5 წამი ასევე გაიმეორე 100 ჯერ მოდით ეს დავაკოპიროთ და აქ მივუთითოთ აქ -1 და ესე ჩვენ უკვე კოდინგს მოვჩით მოდით ნახოთ რა გამოგივიდა მოდი დავაჭიროთ შეინახე ახლოს და ნახოთ დამთავრე ირაკლი კი ვაი ჩვენ აი შეგვიძლია აუცილებლად ჩვენი მანქანები მაგრამ ქულები არ ჩანს ქულები კი მოდით ამ მაშინ ავიღოთ ეს ბლოკი გამოაჩინეთ ვადი ქულები აი ეს აჰა ვაი და ასე მიანიჭე ქულებს 0 ეს იმისთვის ახლა დავაკეთე რომ თავიდან 0 იყოს კი გავიგე
და ესე იგი, აქ მანქანებს ავიცილებთ, მაგრამ ეხლა ნახეთ რა მოხდება თუ დავიჯახებით. რა, ირაკლი ეს. ვიცი უცნაური არის, მაგრამ შეგეშალა რამე? არ შემიშალა, უბრალოდ ეხლა რაღაც კოდი უნდა დავამატო. მეტი დავამატეთ როზე. გამოჩნდი და როდესაც მიიღება აქ დავამატოთ დაიმალე. დაიმალე. და ასევე დამალე ცვლადი. ქულები. აი აქ მივუთითოთ. და ნახოთ ეხლა რა გამოგვივიდა. მოდი. იმედი ეხლა ნორმალური იქნება. და აი თუ დავიჯახებით ეხლა მანქანას. მაშინ მოდით და სპრაიტს ეხლა დავამატოთ პატარა კოდი რომ გამოვასწოროთ შეცდომა. რომელი შეცდომა ირაკლი? ნუ იქ რომ მეუღდება ხო? ხო, იგივე. გამოჩნდი. შემდეგ აქ დაიმალე. და კიდევ აქ მივუთითოთ. დამალე ცვლადი. ქულები. ასევე ხმის სიმაღლე 100% აქ და შემდეგ. როდესაც ვიღებ შეტყობინებას შენ წააგე. ხმის სიმაღლე 0%. იმისთვის რომ არ აგძელებდეს ჩვენი მოწინააღმდეგე სიარულს ასე ვთქვათ. დიხმარო არ გცადდეს კიდე. კი. და კიდევ აი აქ ამ შავ სპრაიტს მეორედ ჩავსვათ აი აქ ეს შეტყობინება გადადი წინა შრეზე. წააგე. აი აქ. ეხლა მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. მოდი. დავაჭიროთ შეინახე ახლოს და დავაჭიროთ წვანე დროშას. ეხლა თუ დავჯახები მანქანას, იმედია არაფერი არ მოუვა ისეთი. აბა? ყველაფერი სწორად იმუშავებს. კი. აბა? აი ესე. არ ყოფილა ირაკლი ისეთი რთული ასაწყობი. ეგე. სამაგიეროდ არის აი ძალიან მაგარი თამაში. მეც ვფიქრობ. ირაკლი, რო დამთავრდება ეს გადაცემა, ხომ მომცემ კომპიუტერს რომ ვითამაშო? მე კი, ალბათ ცოტა ხანი. ცოტა ხანი კი, მე წიგნები უნდა წავიკითხო. კარგით, ბავშვებო, მოგწერეთ, როგორ მოგწონთ ჩვენი გადაცემები და კიდე ირაკლის მივაწოდოთ იდეები. ეგე. ხო რა, კიდე რა უნდა გააკეთოს? რადგან ეხლა უსასრულო იდეებიც მე ნამდვილად არ მაქვს. არა, გაქირახე, მაგრამ არა უშავს. მე ვფიქრობ, რომ დიდი ხნის განმავლობაში კიდე მოიფიქრებ რაღაცებს, მაგრამ ბავშვები ძალიან დაგვეხმარებიან, ხო მართალია? კი. აი ბავშვებო, ჩანს ჩემს მაღლა მონიტორზე, აი ეს მის სამართიდან გამოგვიგზავნეთ და კიდე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. აი ასე. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო.